მოგესალმებით, შემოძურფასებო. მოდი ვნახოთ დღეს ასეთი მინი საჯარო გაშლა, თუ რას გზნობს პიროვნება თქვენს მიმართ დღეს დღეობით. ჩაიფიქრეთ პიროვნება, საკუთარ თავზე კონცენტრირდით, თქვენს ურთიერთობაზე კონცენტრირდით და ვნახოთ, გავიგოთ, თუ რას გზნობს თქვენს მიმართ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ დღეს დღეობით. რას გზნობს აბა? რას გზნობს პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ დღეს დღეობით თქვენს მიმართ. ვეღარ მოვიღე. ფონური ბარათი იეროფანტი აჩვენებს, რომ ამ პიროვნებას თქვენს მიმართ დამოკიდებულება აქვს, სერიოზული, შინაგანად ფორმირებული, კონტროლირებული და ეს არ არის მსუბუქი ემოცია, რასაც თქვენ მიმართ განიცდის, ან ეს არ არის სპონტანური ვნება, ან ქაოსური ლტოლვა. აქ გრძნობა გადის შინაგან ფილტრს და ხო აი რა ფილტრია, რა შეიძლება, რა არის სწორი, რა ვალდებულებას მოითხოვს ეს ურთიერთობა, ხო? ანუ ადამიანი არ გრძნობს როგორც თქვენთან ურთიერთობას როგორც დროებით სურვილს ხდებით, რომ აი დროებითად უნდა არა, მაგრამ არც თავს აძლევს უფლებას იმოქმედოს ჩემო ძვირფასებო თავისუფლად. შემდეგ მოდის უკვე სამყაროს ბარათი, აი ესეთი ლამაზესი ბარათი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია თქვენ მისთვის აღიქმებით როგორც სრული ფიგურა, ასე ვთქვათ დასრულებული ქალი, პიროვნება, რომელიც გვერდითაც რაღაც ეტაპი მის ცხოვრებაში უკვე შედგა, ან შეიძლებოდა შედგენილიყო და ეს გზნობა შეიცავს პატივისცემას, აღიარებას და განცდას, რომ თქვენთან რაღაც შეიძლება ბოლომდე მივიდეს ურთიერთობაში, თუმცა ეს ბოლომდე ახლა წარსულის ფაზაში გადადის რატომღაც, ხო? ამის შემდეგ მოდის ეს სიკვდილის ბარათი. არა როგორც გრძნობის გაქრობა, არამედ როგორც გარდაუვალი ტრანსფორმაცია. რეალურად ის გრძნობს, რომ ის ფორმა, რომელშიც ეს კავშირი არსებობდა, ან შეიძლებოდა განვითარებულიყო, აღარ არის მუშა, ანუ აღარ მუშაობს, აღარ მოქმედებს, რაღაც მის შიგნით უკვე დაიხურა და ასე ვთქვათ, დაიხურა ეს ძველი სცენარი თქვენ ორ შორისაც იყო და აქ არის უკვე რა, სევდა სიმძიმე, მაგრამ ასევე შვება, ხო, რადგან ცვლილება აუცილებელი იყო ჩემო ძვირფასებო თქვენს ურთიერთობაში. გარდაუვალია ტრანსფორმაცია, რომელსაც ასე ვთქვათ მოითხოვდა თქვენი ურთიერთობა, ხო? და ბოლოს არის ჩამოკიდებული კაცი და ეს არის მისი ამჟამინდელი ემოციური მდგომარეობა. თქვენს მიმართ, ხო, გზნობა არ წასულა არსად, არა, მაგრამ არის გაყინული სტაგნაციაშია, უმოძრაობაშია, ხო? ადამიანი დგას მდგომარეობაში, სადაც ნუ აქ კი არ დგას, აქ კიდია პრინციპში, ჩამოკიდებულია ეს აცოდავი, ესეთი მარიონეტის თუ თოჯინასავით, როგორც იტყვიან, სადაც ხედავს ყველაფერს, გზნობს ბერს, მაგრამ მოქმედება შეჩერებულია მისი მხრიდან. შეხედათ, აი, რო შეხედო სახე არაფერი არ ჩანს, მაგრამ სევდიანია, ჩამოკიდებული კაცი, აქაც სევდიანია, ხვდებით? ანუ, ეს არ არის იმის გამო, რომ არ აქვს გული უგულოა, თქვენთან არ გააჩნია გზნობები და ასე შემდეგ. არა, ეს არის შეგნებული პაუზა, თვით შეზღუდვა, საკუთარი სურვილის შეჩერება, უფრო დიდი შიდა მიზეზის და გამო, ხო? ანუ, რეალურად ეხლა რო ვთქვათ, ხო, გზნობს პატივისცემას და სიღრმეს, ნუ იეროფანტის და სამყაროს ბარათიდან გამომდინარე, ეს ორი ბარათი მაგას მესაუბრება, ხვდება რომ ძველი ფორმით გაგრძელება შეუძლებელია თქვენი ურთიერთობის და ტრანსფორმაცია აუცილებლად უნდა გაიაროს თქვენი ურთიერთობა, აი ეს ბარათი ამას მოგვითხრობს ზუსტად და ასე ვთქვათ ძალისმიერად აჩერებს საკუთარ ემოციას, საკუთარი ნებითვე, ჩამოკიდებული კაციდან გამომდინარე. ანუ ეს ადამიანი თქვენს მიმართ არ არის არც გულცივი, არც ცივი, არც გაგრილებული, არც გაციებული, მაგრამ არის ძალიან თავშეკავებული და საერთოდ ჯამში შეკავებული, მოზომილი, ზომიერი, ხო, მაშინ გზნობა უფრო შინაგანად ცხოვრობს, ვიდრე აი გარედან შეიძლება ჩანდეს და ვინმე ხედავდეს, ან თუნდაც თქვენ ხედავდეთ, ხო? მთავარი აი თემა აქ რა არის, ნახეთ, ის კი არა ის, რომ ეს გაჩერება არ არის საბოლოო უარყოფა, აი არა, ეს არ არის. აქ თავარი ის, რომ სწრაფი დაბრუნებაც არ არის, ხვდებით? ანუ ეს არის მდგომარეობა როგორ თემაში, რომ გრძნობს, მაგრამ ვერ მოქმედებს სიტუაცია, რომელიც მას აქვს ახლა დღევანდელობაში, ხო? აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, თუ იმ კითხვაზე პასუხი, თუ რას გზნობს პიროვნება თქვენს მიმართ დღეს დღეობით, ანუ ვფიქრობ, რომ ალბათ საკუთარი თავიც ამოიცანით, ნუ აქ ეხლა ვისაც უფრო სიღრმისეულად გაინტერესებთ, თუ რატოა ესეთი მდგომარეობა თქვენთან და იცით კონკრეტულად რატო
რატომაც არის, იმიტომ რომ აქ ბევრი ვარიანტი ჩამოთვლა შეიძლება და საჯარო გაშლაში ვფიქრობ, რომ არ ჩამოუთვალოს ყველაფერი. თუ უფრო თქვენზე მორგებულად გაინტერესებთ კონკრეტულად თქვენი ისტორია, მომართეთ WhatsApp Viber-ზე, სადაც გიპასუხებთ, ანუ პირადში არ მომწეროთ TikTok-ზე, იმიტომ რომ პასუხს ვერ მიიღებთ, მხოლოდ WhatsApp Viber-ზე რომ მომწერთ, მაშინ მოგწერთ პასუხს და უფრო კონკრეტულად თქვენზე მორგებულად იქ გავშლით სრულ სიღრმისეულ გაშლას. თუ ამის სრული გექნებათ, რა თქმა უნდა. დაგემშვიდობებით, ძვირფასება, მშვიდობა, სოლიდარობა, ბედნიერება, ლაღი, ენერგიები და ბედნიერი, პოზიტიური ენერგიები არ მოგაშოროთ უფალმა, კარგად ბრძანდებოდეთ.